მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარისხილ კი რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მოხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. Watfordi-ის სპორტული დირექტორის ასისტენტმა ვალონმა გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა. კრაზანების ერთ-ერთ ხელმძღვანელს ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციაზე კითხეს, რომლის მიხედვითაც ჩაკვეს გადაბირებით ვალენსია ინტერესდება და Watfordi მის გაყიდვას განიხილავს. არის თუ არა სიმართლე ჩაკვეტაძის პოტენციურ გაყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია? აბსოლუტურად არა. ამ მომენტისთვის რაც გვინდა არის რომ მოედანს ჟამთელი დაუბრუნდეს. გვინდა რაც შეიძლება სწრაფად მისცენ თამაშის საშუალება და ფორმაში იყოს. ამ წუთისთვის მხოლოდ ამაზე ვფიქრობთ. გიორგის აზრებს გარეთ იყო წასული და სპეციალისტთან გაიარა კონსულტაცია. ყველა საჭირო ინფორმაცია გვაქვს, რათა მის დაბრუნებაზე ვიფიქროთ. ჩაკვეტაძეს სურს მოედანს 100%-ით მზად დაუბრუნდეს და არა 99%-ით. ამ წუთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა და ზუსტად ამ მიზნისკენ მივდივართ. შეგახსენებთ რომ ჩაკვეტაძეს ვალენსიას უკავშირებენ და ისიც დაიწერა რომ ღამურებმა გიორგის ამ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს. ქართულ ფეხბურთელს Watford-თან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ტრანსფერმარკეტზე კი მისი საბაზრო ღირებულება 4.5 მილიონი ევროა. ესპანურმა გამოცემა AS-მა ლივერპულის ქართველ მეკარის სტატია მიუძღვნა. მამარდაშვილის დიდი პრობლემა. ამ სათაურით ქვეყნება სტატია და მისი ავტორი ინგლისში გადასული მამარდას სათამაშო დროის ნაკლებობაზე ამახვილებს ყურადღებას. გიორგი მამარდაშვილისთვის მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც თავად სურდა. ქართველი გოლკიპერი ლივერპულში ამზაფხულს გადავიდა და იყო ვარაუდი, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხდებოდა. თუმცა არნე სლოტის გუნდის კარი ალისონ ბეკერმა დაისაკუთრა. ბრაზილიელი ლივერპულის ნომერ პირველი მეკარია და Community Shield-ზე და პრემიერ ლიგის შეხვედრებში სწორედ მან იასპარეზა. მამარდაშვილი ამით ბედნიერი ნამდვილად ვერ იქნება და ყველა მატჩს სათადარიგოს სკამიდან ადევნებს თვალს. სლოტმა მას წინა სასეზონო შეხვედრებში თავის გამოჩენის შანსი მისცა და მილანთან ნაჩვენებმა არც თუ ისე დამაჯერებელმა თამაშმა ალბათ ლივერპულის თავკაცის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია. Enfield-ზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა კითხოს. მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება. მას ევროპული კლუბები ეპატიჟებოდნენ, მაგრამ წითლებში გადასვლა აირჩია. აშკარაა რომ ყველაფრის შესვლის უნარი აქვს, თუმცა რჩება შთაბეჭდილება რომ სლოტმა არჩევანი ალისონზე შეაჩერა, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. დაბალია ალბათობა მანამდე გუნდი დატოვოს, წერს ესპანური გამოცემა. აქვე გვეტყვით რომ 2 ტურის შემდეგ ლივერპულს სატურნირო ცხრილში 6 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. არნე სლოტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 31 აგვისტოს საკუთარ მოედანზე არსენალის წინააღმდეგ გამართავს. გიორგი მიქაუტაძეს ლიონს ფინანსური პრობლემები აქვს. ლიონთან დაახლოებული გამოცემის მადლენგონის ინფორმაციით არის შანსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კლუბს რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწიოს. ფრანგული პრესის მიხედვით, დიდი ალბათობა მალიქ ფოფანამ გუნდი დატოვოს და როგორც მადლენგონეს იწერს, ლიონი მიქაუტაძეს გაყიდვასაც განიხილავს. ამ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი დანიელ როლილისი ადასტურებს და დასცენს, რომ ლიონი ოფიციალური წინადადების მოოდინშია. მიქაუტაძეს მსურველები არაკლია. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ქართველი ფეხბურთელის გაფორმება რენმა და პარიზმა სცადეს, თუმცა გიორგი მათ უარი შეუწყალა. თუ საფრანგეთში დარჩენაზე მიდგა საქმე 24 წლის თავდასხმელს ურჩევნია ლიონში გააგრძელოს ასპარეზობა. ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი საშა ტავლოიდის მიხედვით კლუბი, რომელსაც კონკრეტული ინტერესი აქვს, აინტრახტია. უბრალოდ გერმანელები ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგამენ თუ ელივაი გუნდს დატოვებს. შეგახსენებთ რომ მიქაუტაძეს კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ქართველი ფეხბურთელი ტრანსფერმარკეტზე 22 მილიონ ევროდ არის შეფასებული. Paris Saint-Germain-ის ქართულმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიში განაახლა. 24 წლის გარემარმა საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურის შეხვედრა, რომელიც მისმა გუნდმა ანჟერთან გამართა და 1-0 მოიგო, კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა. კვარაცხელიამ გასულ ხუთშაბათს გამართულ ვარჯიშზე მცირე დისკომფორტი იგრძნო და კლუბის სამედიცინო შტაბმა გადაწყვიტა არ გაირისკა. დღეს კი ქართველი ფეხბურთელი გამოჯამრთელდა და მოედანს დაუბრუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვარა სანაკრებო პაუზისას ნაკრებს აღარ გამოაკლდება.
ცნობისთვის Paris Saint-Germain-მა ლიგა 1-ის ორივე შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით მოიგო და 6 გულით მესამე პოზიციას იკავებს. ლუის ენრიკეს გუნდს მომდევნო შეხვედრა 30 აგვისტოს ელის. თბილისის დროით 11 საათზე PSG სტუმრად ტულუზას დაუპირისპირდება, რომელსაც ასევე 2-დან 2 მოგება აქვს. შეგახსენებთ, რომ ტულუზასთან მატჩის შემდეგ სანაკრებო პაუზა მოდის და საქართველოს ნაკრებს 2 შეხვედრა ელის. 4 სექტემბერს ჯვაროსნები თურქეთს დაუპირისპირდებიან, 7-ში კი ბულგარეთს ეთამაშებიან. საქართველოს ეროვნული ნაკრები FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას იწყებს. ვილის სანიოლის გუნდი 1 სექტემბრიდან თბილისში შეიკრიბება. საქართველოს ნაკრების შესარჩევი ეტაპის საწყის ორ ტურში საკუთარ მოედანზე თურქეთისა და ბულგარეთის ნაკრებებს უმასპინძლებს. მატჩებისთვის მთავარ მამწვრთნელმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის 2 დებიუტანტია. 21 წლამდე ნაკრების ყოფილი წევრები ფრანგული მეცის ფეხბურთელი გიორგი აბუაშვილი და პორტუგალიური ეშტორის ნახევარმცველი ნოდარ ლომინაძე გახლავთ. რაც შეეხება დეტალურ განაცხადს, მეკარეები გიორგი მამარდაშვილი, ლუკა გუგეშაშვილი, დავით კერესელიძე, მცველები გურამ კაშია, ოთარ კაკაბაძე, ირაკლი აზაროვი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა გოგლიჩიძე და საბა ხვადაკიანი. ნახევარდაცვა და თავდასხმა ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ნიკა გაგნიძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, ნოდარ ლომინაძე, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი აბუაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, საბა ლობჟანიძე, ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზიუზივაძე, გიორგი გულიაშვილი და გიორგი მიქაუტაძე. საქართველოს ნაკრებისა და სენტ-ეტიენის შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 2-ის გასულ ტურში ბულონის წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა. დღეს კი ქართველი ვარჯიშის შემდგომ ფრანგულ მედიასთან წარდგა და მის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა. წინა ტური ნამდვილად რთული მატჩი იყო და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი მატჩი მოვიგოთ. ჩვენ წინააღმდეგ ყველა გუნდი სიღრმიდან თამაშობს და ხშირად თამაშები ერთნაირია. შანსები გქონდა და საბოლოოდ გოლი მეორე ტაიმში გავიტანეთ. რთული მატჩი იყო, მაგრამ მაინც შევძელით გამარჯვება. დიახ, ლიგა 1 და ლიგა 2 ერთმანეთისგან განსხვავდება. გასულ სეზონში ლიგა 1-ში იგივე სტილის თამაშები არ ყოფილა, რადგან ყველა გუნდი ძირითადად აწეული დაცვით თამაშობდა. ლიგა 2-ში კი გუნდები შედარებით დაწეული ხაზით თამაშობენ, მაგალითად როგორიც ბულონია. ამიტომ მეტი ინიციატივა უნდა ავიღოთ. ლიგა 1 და ლიგა 2 ერთმანეთის მსგავსი არ არის. ბულონმა კარგად ითამაშა, დიდი ძალისხმევა გაიღეს, დაცვაში კარგად თამაშობდნენ და კონტრშეტევებზეც სახიფათოდ გადადიოდნენ. კარგი გუნდია. ამის მიუხედავად ვფიქრობ, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ, რადგან მას ვაკონტროლებდით. რა თქმა უნდა, შეცდომებიც იყო, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. ჩემი გოლი არ მგონია, რომ ეს ინდივიდუალური გოლი იყო. ფლომბურთი ჯერ მოუფექს გადასცა, მან კი მე მიპოვა. ეს კარგი კომპოზიცია იყო. შემდგომ რაც მოხდა შესაძლოა ოდნავ ინდივიდუალურიცაა. კარგი შეხება და ლამაზი დარტყმა, მაგრამ ამაზე ვარჯიშებზე ბევრს მუშაობთ. სატრანსფერო ფანჯარა, ამაზე საუბარი არ მინდა. ამჟამად სენტ-ეტიენში ვარ და ამ გუნდისთვის ვთამაშობ. 3 თამაში 2 გოლის საუკეთესო პასუხია. როგორც დავითაშვილის კომენტარიდან მოისმინეთ, ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში სენტ-ეტიენის მაისურით ჩატარებულ 3 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ზურიკოს ბეჭდს რამდენიმე კვირაა ისეთ კლუბებში უკავშირებენ, როგორებიც არიან ბეშიქტაში, რენი, სტრასბურგი, მიუნხენ გლადბახი, სევილია და ევერტონი. 3 ტურის შემდეგ სენტ-ეტიენი ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 7 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება. ზურიკო დავითაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 30 აგვისტოს საკუთარ მოედანზე გარენობლის წინააღმდეგ გამართავს. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო 3 ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგავიწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.